ბავშვებისთვის ხსნის ლოცვა. გამარჯობა, მეგობრებო. ზოგადი ლოცვა, რომელიც დაგვეხმარება იესოსთან კავშირში. ლოცვა იწყება იმით, რომ ვაღიარებთ, რომ ყველა ჩვენგანი ცოდვილია. ეს ნორმალურია. შემდეგ ჩვენ ვიჯერებთ, რომ იესო ჩვენთვის ჯვარზე მოკვდა, რათა გადავრჩეთ. ახლა ვთხოვთ იესოს, რომ მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები. ეს განსაკუთრებული მომენტია. იესოსთვის გულების გახსნა და ჩვენი ცხოვრების სიყვარულით გავსება. ჩვენ სიხარულით ვიღებთ იესოს ჩვენი უფალად. ეს დიდი გადაწყვეტილებაა. მადლობას ვუხდით იესოს, რომ მოგვიწერა ჩვენი ცოდვები და მოგცა მარადიული სიცოცხლე. მადლობა გადავუხადოთ. ეს სიხარულისა და იმედის დროა. ხსნის ლოცვა გვაერთიანებს როგორც იესოს მეგობრებს. რა ლამაზი! გახსოვდეთ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვისაუბროთ იესოზე, ის გვისმენს. ლოცვა ხსნის კარს განსაკუთრებულ მეგობრობას ღმერთთან. კიდევ ერთხელ შეგვიძლია მივმართოთ იესოს და ღიად ვესაუბროთ მას რწმენით და ნდობით. ჩვენ ვუზიარებთ ამ ლოცვას ჩვენს მეგობრებთან და ერთად ვსაუბრობთ იესოზე. ზღაპრებით მეტი შეგვიძლია გავიგოთ მასზე. იესოს სიყვარული და სიკეთე ჩვენს ცხოვრებაში არასდროს არის ადრე. ჩვენ ყველანი შეგვიძლია მონაწილეობის მიღება საოცარ ისტორიაში. იესო მივიღეთ და დიდი ოჯახის წევრები გავხდებით. კეთილობა და ზრუნვა ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, როგორც ღმერთი ზრუნავს ჩვენზე. ლოცვა არის მშვენიერი საჩუქარი, სავსე იმედით, სიყვარულით და სინათლით. ასე რომ არ დაივიწყოთ ლოცვა და ყოველდღე გააღოთ თქვენი გული იესოსთვის. ხსნის ლოცვა საოცარი მოგზაურობის დასაწყისია იესოსთან. ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მასთან მრავალგზით, მათ შორის ხელოვნებით. მღერება და იესოს შესახებ ამბების გაზიარება ჩვენი სიხარულის ნაწილია. ჩვენ ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას და ვითარდებით ერთად იესო ქრისტეს სიყვარულში. სარწმუნოების საზოგადოება არის ურთიერთობის მხარდამჭერი ადგილი. იესო ყოველთვის ჩვენთანაა და გუმართავს. არასდროს ვართ მარტო. ცხოვრება იესოსთან ერთად არის საინტერესო თავგადასავალი, სავსე სიხარულით და სიამოვნებით. ჩემი მასთან საუბარი ნებისმიერ დროსა და ადგილზე შესაძლებელია. ასე რომ, როდესაც დაასრულებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ იესო ყოველთვის გიყვართ და მადლობა, რომ დღეს აქ იყავით. შეხვედრამდე, მეგობრებო. ნახვამდის. მოწევისა და გადარჩენის ლოცვა. უფალო იესო, ვაღიარებ ჩემს ცოდვას. მჯერა, რომ შენ ჩემთვის მოკვდაო, რომ გადარჩე. ამ მომენტში გთხოვ, მაპატიე ყველა ჩემი ცოდვა. გულს გაწვდით შენ. მოდი ჩემს გულში, უფალო იესო. კერძო ჩემთვის უფალი და მაცხოვარი. მადლობა იესო, რომ მომიტევე ყველა ჩემი ცოდვა და მომეცი უკვდავი ცხოვრება იესოს სახელით. ამინ. ბიბლიური ისტორიების სწავლებები და იგავები იესოს შესახებ. მოდი მოისმინე იესოს სიტყვები, რომლებიც გაცვლილი არიან იმ ვებსაიტზე.